საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. გამარჯობა, გაკვეთილის თემაა გარდაქმნები და გაანგარიშებები ამფოტერული ნაერთების გამოყენებით. დაბაზე თქვენ ხედავთ გარდაქმნის სქემას, რომელიც იწყება ალუმინით, მოგეხსენებათ ალუმინი არის მეტალი, აგრეთვე არის ამფოტერული ელემენტი და მისგან ვღებულობთ მთელ რიგ ნაერთებს და დავიწყოთ ახლა ამ გარდაქმნის თითეული საფეხურის შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობებზე მსჯელობა და შემდეგ უკვე დაწერა. ესე იგი, პირველი რეაქცია ჩვენგან მოითხოვს რას? მეტალს უნდა დავუმატოთ რაღაც, რომ მივიღოთ, უკვე თქვენ ეს იცით, რომ ალუმინის ქლორიდი არის მარილი. ესე იგი, მარილების მიღების 10 ძირითადი ხერხია ცნობილი, 2 კიდევ სპეციფიკური. ანუ იმ ხერხებიდან ერთ-ერთი არის მეტალის ურთიერთქმედება მჟავებთან. ჩვენ ამას ერთ-ერთ გაკვეთილზე უკვე შევეხეთ ამ თემას და მოკლედ შეგახსენებთ, რომ მეტალები ურთიერთქმედებენ მჟავას წყალხსნარებთან, მხოლოდ და მხოლოდ ის მეტალები, რომლებიც მეტალთა აქტიურობის მწკრივში მდებარეობენ წყალბადის მარცხნივ. ალუმინი არის ერთ-ერთი ამ მეტალთაგანი, მაშასადამე უფლება გვაქვს დავწეროთ, რომ ალუმინი რეაქციაში შევა მიღებული მარილი ალუმინი ქლორ-3-ია, ესე იგი რეაქციაში უნდა შევიდეს შესაბამის მჟავასთან, ანუ ქლორ წყალბად მჟავასთან, იგივე მარილ მჟავასთან. გავიხსენოთ ისიც, რომ ეს არის ჩანაცვლების რეაქცია. რეაქციების ტიპები ეს არის შეერთება, დაშლა, ჩანაცვლება და მიმოცვლა. კერძოდ ჩვენ რადგანაც აქ ვიხილავთ ჩანაცვლების რეაქციას, ვთქვათ ორი სიტყვით, რომ ჩანაცვლების რეაქციაში მონაწილეობს ორი ნივთიერება, ერთი მარტივი, მეორე რთული. ანუ ალუმინი შეუერთდება მჟავას ნაშთს, გამოძევდება წყალბადი. ღებულობთ მაშასადამე ალუმინის ქლორიდს და წყალბადს. ის არის აღნიშნავს გაზისებრ მდგომარეობას ამ ნივთიერების. გავათანაბროთ ქიმიური რეაქციის ტოლობა. ვინაიდან გვაქვს ქლორის 3 ატომი და წყალბადის 2, ამიტომ H ქლორთან იმისათვის რომ ორივე ატომის გათანაბრება შევძლოთ, უნდა დავწეროთ მათი უმცირესი საერთო ჯერადი, ანუ 6. მაშინ გამოგვივა 3 წყალბადთან უნდა დავწეროთ კოეფიციენტი, ალუმინის ქლორიდთან 2 დაიწერება ქლორის გამო და ამიტომ ალუმინთან დავწერთ 2-ს. პირველი რეაქცია, პირველი საფეხური დასრულდა, ახლა გვეუბნებიან, რომ მარილიდან და თან გავუსვათ ხაზი იმას და მოვიშველიოთ ხსნადობის ცხრილი, რომელიც ყველა სახელმძღვანელოს დანარჩი არსებობს, ალუმინის ქლორიდი არის ხსნადი მარილი. ესე იგი, ჩვენ განვაზოგადოთ, რას გვთხოვს ეს საფეხური. ხსნადი მარილიდან უნდა მივიღოთ უხსნადი ფუძე. უხსნადი ფუძის მიღების ხერხი არის სწორედ ხსნად შესაბამის მარილზე, ანუ თუ გვაქვს ალუმინ OH 3-ჯერ, შესაბამისი ნიშნავს, რომ ბუნებრივია იგივე მეტალის ხსნად მარილზე უნდა ვიმოქმედოთ ძლიერი ტუტით. ანუ ალუმინის ქლორიდს უნდა დავუმატოთ ძლიერი ტუტე. ძლიერი ტუტე, ზოგადად ტუტე, ეს არის წყალში ხსნადი ფუძე და წყალში ხსნადი ფუძეები, ეს არის პირველი აჯგუფის და ტუტე მეტალების და ტუტე მიწა მეტალების მიერ წარმოქმნილი ჰიდროქსიდები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ნატრიუმის ტუტე და ვღებულობთ. ეს უკვე არის მიმოცვლის რეაქცია. თუ ჩანაცვლების რეაქციაში გვქონდა მარტივი ნივთიერება და რთული ნივთიერება, მიმოცვლაში ორივე ნივთიერება უნდა იყოს რთული. ეხლა ალუმინის ეს მიმოცვლა მოხდება, ნატრიუმი შეუერთდება ქლორს და ვღებულობთ. ალუმინ OH 3-ჯერ და ნატრიუმის ქლორიდი გამოიყოფა. გავათანაბროთ რეაქცია. ქლორი გვაქვს 3, აქაც დავწეროთ 3. შემდეგ ნატრიუმი გაგვიხდა 3, აქაც დავწეროთ 3 და ტოლობა არის გათანაბრებული. უხსნადს, ესე იგი პირველ რეაქციაში აირადი აღნიშნეთ ზემოთ მიმართული ისრით. ეხლა ჩვენ აქ ვთქვით, რომ ალუმინის ჰიდროქსიდი არის უხსნადი ფუძე. რატომ არის უხსნადი? მეტალი გვეუბნება ამას, იმიტომ რომ ალუმინი არ არის არც ტუტე მეტალი, არც ტუტე მიწა მეტალი. ამიტომ არის უხსნადი. და გავუკეთოთ, ის არის ქვემოთ მიმართული. ის არის აღნიშნავს იმას, რომ ეს ნაერთი წყალში უხსნადია. ანუ ნალექის სახით გამოიყოფა. შემდეგი საფეხური. უხსნადი ფუძიდან უნდა მივიღოთ შესაბამისი ოქსიდი. ესე იგი, შესაბამისი ნიშნავს იგივე მეტალის ოქსიდი.
უხსნადი ფუძის მიღების ხერხი თუ იყო მეორე რეაქცია, ესე იგი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ხშირად შეგხვდებათ. უხსნადი ფუძე მიიღებოდა შესაბამის მარილზე ტუტის მოქმედებით. ეს იყო მისი მიღების ხერხი. ეხლა უკვე მესამე რეაქცია გთხოვს უხსნადი ფუძის ქიმიურ თვისებას, კერძოდ რას? გახურებით დაშლას. ვაჩვენოთ ეს ტემპერატურით. ისარზე დავაწეროთ ეს ტემპერატურის აღნიშვნა. ესე იგი მიიღება ალუმინის ოქსიდი და წყალი. ესე იგი უხსნადი ფუძე გახურებით იშლება შესაბამის ოქსიდად და წყლად. გავათანაბროთ რეაქცია, ესე იგი ალუმინი აქ გვაქვს 2, ესე იგი წინ წერთ აქ 2-ს, წყალბადი გამოგვივიდა 6, აქაც რომ 6 იყოს, ესე იგი წინ კოეფიციენტად წყალს უნდა დავუწეროთ 3 და რეაქცია გატოლებულია. რაც შეეხება ბოლო საფეხურს, ოქსიდიდან უკვე უნდა მივიღოთ ნატრიუმ ალუმინ O2 და აქ უკვე მიაქციეთ ყურადღება, ალუმინი მოხვდა უკვე მჟავას ნაშთში. გავიხსენოთ, რომ ალუმინ O2 ეს არის მეტა ალუმინის მჟავას ნაშთი და ალუმინ O2 არის ერთვალენტიანი, ვინაიდან ერთი წყალბადი გვაქვს. ესე იგი, აქ უნდა დავწეროთ ნატრიუმი, შემდეგ უნდა დავწეროთ ამ მჟავას ნაშთი, ანუ ნატრიუმ ალუმინ O2 და გამოიყოფა წყალი. ბუნებრივია, რეაქციის ტოლობა უნდა გავათანაბროთ. ეხლა ალუმინი გვაქვს 2, აქ გვაქვს 1, ამიტომ წინ დავუწერთ 2-ს, ნატრიუმი გაგვიხდა 2, ამიტომ ნატრიუმის ტუტესაც წინ დავუწეროთ 2, დავთვალოთ წყალბადები. წყალბადი 2 გვაქვს, აქაც 2, რაც შეეხება ახლა ჟანგბადს. ჟანგბადი გვაქვს 2-ჯერ 2. ესე იგი კოეფიციენტი მრავლდება ინდექსზე, აქ 4 და 1, სულ გვაქვს 5 მიღებულ პროდუქტებში. აქაც კი 2 და 3, ანუ ჟანგბადის ატომებიც არის გატოლებული. ეს არის გარდაქმნის სქემა, რომლის შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები ჩვენ დავწერეთ. რითი არის ახლა ეს საინტერესო და სასარგებლო გარკვეულწილად, იმიტომ რომ მოიცავს მრავალფეროვან მასალას, დაწყებული იმით, რომ მეტალები როგორ შედიან ურთიერთქმედებენ მჟავებთან, შემდეგ უხსნადი ფუძის მიღების ხერხს, უხსნადი ფუძის თვისებას, ალუმინის ოქსიდის ამფოტერულ ბუნებას. ამიტომ ასეთი გარდაქმნების შესაბამისი ტოლობების ხშირად დაწერა, ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება და ჩვენც იმიტომ განვიხილეთ კიდევ ერთხელ. ეხლა გავიანგარიშოთ ამოვხსნათ ასეთი ამოცანა. გვაქვს ამოცანის პირობა არის შემდეგი. გამოთვალეთ ნატრიუმის ცინკატის პროცენტული გამოსავალი, თუ 16 გრამ ნატრიუმის ტუტესთან შეალღვეს თუთიის ჰიდროქსიდი და ამ დროს წარმოიქმნა 23 გრამი ნატრიუმის ცინკატი. ესე იგი, აქ ცოტა უცხოდ შეიძლება, თქვენთვის შეიძლება იყოს შელღობა. შელღობა ნიშნავს იმას, რომ ნატრიუმის ტუტე მყარ-მდგომარეობაში შევიდა რეაქციაში. შესაძლებელი იყო ტუტის წყალსნართან რეაქციაში შესვლა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შელღობით მიდის რეაქცია და ქიმიური რეაქციის ტოლობა ჩვენ დაფაზე უკვე დავწერეთ. ესე იგი, გვეკითხებიან, ანუ კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ პირობა. გვაქვს ნატრიუმის ტუტე 16 გრამი. გვეუბნებიან, რომ მიიღეს 23 გრამი რეაქციის შედეგად წარმოქმნილ იქნა ნატრიუმის ცინკატი 23 გრამი და გვეკითხებიან რეაქციის პროცენტულ გამოსავალს. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს პროცენტული გამოსავალი? პროცენტული გამოსავალი ეს არის პრაქტიკული გამოსავალი შეფარდებული თეორიულ გამოსავალთან. ანუ ჩვენ ვანგარიშობთ რეაქციის მიხედვით, რასაც ვიანგარიშებთ, ის იქნება თეორიული გამოსავალი, ეს არის პრაქტიკული გამოსავალი, ანუ სინამდვილეში რაც მიიღეს. პრაქტიკული გამოსავალი დავწეროთ. სინამდვილეში კი უნდა მიეღოთ უფრო მეტი. ანუ იქ შეიძლება იყოს თვითონ ქიმიკოსის ცდომილება, ან სასწორის ცდომილება, ანუ ყველა შემთხვევაში, როდესაც ლაბორატორიაში ხდება რაღაც ექსპერიმენტის ჩატარება იწყება, იქ აუცილებლად ადგილი აქვს რაღაცა ცდომილებას, რომლის გამოც ყოველთვის თეორიულ გამოსავალთან შედარებით უფრო ნაკლები გამოსავლით მიიღება ესა თუ ის პროდუქტი. ანუ ჩვენ გათვლას ვაწარმოებთ თეორიის მიხედვით, რა უნდა მიგვეღო, სინამდვილეში კი ყოველთვის ვიღებთ უფრო ნაკლებს.
და პროცენტული გამოსავალი არის სწორედ რა, სინამდვილეში რაც მივიღეთ, ის უნდა შევაფარდოთ თეორიულ გამოსავალთან. ასეთი ტიპის ამოცანების ამოხსნა იწყება შემდეგნაირად. ესე იგი, თუ ჩვენ გვაქვს მოცემული, რომ უკვე წარმოიქმნა ეს პროდუქტი, ეს უკვე არის პრაქტიკული გამოსავალი. ეხლა ჩვენი მიზანია რომ ვიანგარიშოთ თეორიული გამოსავალი იმ წესებით და ფორმულების გამოყენებით, რომელიც ჩვენ უკვე არაერთხელ გამოგვიყენებია. კერძოდ, მოცემული გვაქვს 16 გრამი ნატრიუმის ტუტე, რომელიც უნდა როგორღაც დავაკავშიროთ ნატრიუმის ცინკათთან. ანუ ეს როგორღაც ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში ეს გრამი უნდა გადავიყვანოთ მოლებში. ვინაიდან ქიმიური რეაქციის ტოლობაში ნაერთების მხოლოდ მოლური თანაფარდობებზე შეგვიძლია რომ ვიმსჯელოთ. ანუ პირველი მოდი დავწეროთ ჯერ სქემ პირობა. ანუ რას ვაკეთებთ? 16 გრამი ნატრიუმის ტუტე უნდა გადავიყვანოთ მოლებში. ანუ მოლი ისევ ნატრიუმის ტუტე. შემდეგ უკვე ნატრიუმის მოლებიდან გადავდივართ უკვე ჩვენთვის საჭირო ნაერთის მოლებზე. ესე იგი მოლი ნატრიუმის ცინკატი და მოლიდან ადვილად გადავდივართ გრამი ნატრიუმის ცინკატი. 1 2 და 3. 3 საფეხური გვაქვს გასავლელი ამ ამოცანის ამოსახსნელად და დავიწყოთ ახლა პირველი საფეხურით, წავშალოთ დაფის მეორე ნაწილი. 16 გრამი ნატრიუმის ტუტე გადავიყვანოთ მოლებში. ანუ პირველ საფეხურს ვანგარიშობთ. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ფორმულა. ანუ მოლი ნატრი OH-ის ეს არის მისი მასა შეფარდებული მოლურ მასასთან. მოლურ მასას ტაბულის დახმარებით ვიანგარიშებთ ადვილად. ვინაიდან ნატრიუმის ატომის მასა ეს არის 23, ჟანგბადის 16 და წყალბადის 1 გამოვიდა 40 გრამ მოლი. მოლური მასა ვიცით, მასა ნატრი OH-ის არის 16 გრამი, ჩავსვათ ფორმულაში და მივიღეთ ნატრიუმ OH-ის მოლებს. 16 გრამი შეფარდებული 40 გრამ მოლთან. გრამები შეიკვეცა და დაგვრჩა 16 შეფარდებული 40-თან, ეს არის 0.4 მოლი ნატრი OH, ნატრიუმის ტუტე. ეხლა ისევ შევხედოთ ამ სქემას. ესე იგი, ჩვენ უკვე ვართ აი აქ. მოლები ვიანგარიშეთ, ნატრი OH-დან უნდა გადავიდეთ უკვე ნატრიუმის ცინკატზე. როდესაც მოლიდან მოლზე გადავდივართ, ვიყენებთ პროპორციას. ანუ კოეფიციენტების მიხედვით 2 მოლი ნატრიუმის ტუტე გვაძლევს 1 მოლ, რადგანაც წინ არაფერი წერია, 1 იგულისხმება, რომ კოეფიციენტი 1-ის ტოლია. 2 მოლი გვაძლევს 1 მოლ ნატრიუმის ცინკატს, ესე იგი, რამდენიც გვაქვს ნატრიუმის ტუტე, ორჯერ ნაკლები გვექნება ნატრიუმის ცინკატი. ანუ დავწეროთ, ესე იგი, 2 მოლი ნატრი OH გვაძლევს 1 მოლ ნატრიუმის ცინკატს. და ჩვენ კი გვაქვს 0.4 მოლი. ბუნებრივია ეს იქნება x და x უდრის 0.2 მოლ უკვე ნატრიუმის ცინკატს. დაუბრუნდეთ სქემას, ანუ პირობას. ნატრიუმის ცინკატის მოლები ვიცით, დაგვრჩა ბოლო საფეხური, ანუ ეს უნდა გადავიყვანოთ გრამებში, მას შესაძამე უნდა ვიანგარიშოთ აღნიშნული ნაერთის მოლური მასა. ნატრიუმის ცინკატის ეს არის 2-ჯერ 23 ნატრიუმის ატომის მასა პლუს თუთიის მასა არის 65 და ჟანგბადის 2-ჯერ 16 ეს არის 32 და ეს გამოვიდა ეს გამოვიდა 153 გრამ მოლი. 153 გრამ მოლი. ესე იგი, მოლური მასა ამნაერთის ვიცით, მოლები ვიცით, გვეკითხებიან მასას. ანუ სინამდვილეში რამდენი გრამი უნდა მიგვეღო, რომ ყველაფერი ჩატარებულიყო იდეალურად, მაგრამ ეს არასოდეს ასე არ ხდება, ყოველთვის ვიღებთ თეორიულზე უფრო ნაკლებს. ესე იგი, M ნატრიუმის ცინკატის
ეს არის მოლები გამრავლებული 0.2 მოლი გამრავლებული 153 გრამ მოლზე. მოლები შეიკვეცა 0.2 რო გავამრავლოთ 153-ზე, ეს გვექნება 8 და 2, ანუ მძიმე 28.6 გრამი მივაწეროთ ნატრიუმ 2, ცინკუმ O2. აი ეს არის 28.6 გრამი არის თეორიული გამოსავალი. ანუ რაც უნდა მიგვეღო, მაგრამ პირობა გვეუბნება ამოცანის, რომ მივიღეთ 23 გრამი. ესე იგი გვაქვს პრაქტიკული გამოსავალი, ანუ მივიღეთ უფრო ნაკლები, ვერასოდეს ვერ მივიღებთ თეორიულ გამოსავალზე უფრო მეტს, თუ განგარიშება სწორად გვაქვს შესრულებული. ანუ ნაკლები მივიღეთ, ეს არის პრაქტიკული გამოსავალი, ეს თეორიული. და დარჩა ბოლო ეტაპი. გამოვიყენოთ დაფის ეს ნაწილი. ანუ პროცენტული გამოსავალი ეს არის პრაქტიკული გამოსავალი შეფარდებული თეორიულთან. ანუ პროცენტული გამოსავალი ეს არის 23 გრამი შეფარდებული 28.6 გრამთან და გამრავლებული აქ 100%-ზე აუცილებლად. გამრავლებული 100%-ზე და გაყოფის შედეგად მივიღებთ ეს არის დაახლოებით 80%. მაშასადამე რეაქცია წარიმართა 80%-იანი გამოსავლით. ესე იგი, კიდევ ერთხელ მიმოვიხილოთ ეს ამოცანა, იმიტომ რომ ამ გამოსავალთან დაკავშირებით ცოტა სირთულეები არსებობს ამოცანის ამოხსნაში. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ შევიდა რეაქციაში რაღაც რაოდენობა და მივიღეთ რაღაცა რაოდენობა, ანუ ის რაც მივიღეთ, ის ყოველთვის იქნება პრაქტიკული გამოსავალი, ანუ სინამდვილეში რაც მივიღეთ. და ჩვენი ფუნქცია და ჩვენი მოვალეობა არის, რომ ვიანგარიშოთ ის, რაც უნდა მიგვეღო, რომელიც ყოველთვის მეტი იქნება ვიდრე მიღებული და შემდეგ უკვე პროცენტულ გამოსავალს ადვილად გამოვთვლით პრაქტიკულის თეორიულზე გაყოფით. ამრიგად ჩვენ განვიხილეთ გარდაქმნის სქემა, დავწერეთ ამ სქემის შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები. ამ სქემაში გამოყენებული იქნა ამფოტერული ელემენტის ალუმინის ნაერთები, ეს იქნებოდა ოქსიდები, მარილები, ჰიდროქსიდები თუ სხვა. ვისაუბრეთ ამ ქიმიური რეაქციის ტოლობების არსზე, თუ როგორ მიიღება შესაბამისი უხსნადი ფუძე, რა თვისებები აქვს ამ უკანასკნელს, რასთან შედის მეტალი რეაქციაში, შევეხეთ ქიმიური რეაქციის ტიპებს, ჩანაცვლების და მიმოცვლის რეაქციებიც ვახსენეთ. აგრეთვე ამოვხსენით ამოცანა ნატრიუმის ტუტისა და ასევე ამფოტერული თუთიის ჰიდროქსიდის გამოყენებით. ვისაუბრეთ გამოსავალზე, ამოვხსენით ამოცანა პრაქტიკულ და თეორიული გამოსავლის გამოყენებით. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობთ ნახვამდის.